კორისაკრებულოში ქართული ოცნების წევრებმა კიდევ ერთი ფრაქცია ევროპელი სოციალისტები დააფუძნეს, რომლის თავმჯდომარე ზურაბ ყაჯრიშვილი, მისი მოადგილე ივანე ნონიკაშვილი, ხოლო მესამე წევრი თეიმურაზ ფსუტურია. თავმჯდომარის თქმით, ფრაქცია ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, მოსახლეობა იყოს ჩართული ბიუჯეტის დაგეგმარებაში. კორისაკრებულოში სულ სამი ფრაქციაა: ქართული ოცნება, ხალხის ძალა და ევროპელი სოციალისტები. ფრაქციის თავმჯდომარეების ხელფასი კი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის 3220 ლარია, მოადგილის კი 2635 ლარი. ინფორმაციისთვის ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება. კომისიის წევრები არიან ივანე ნონიკაშვილი, რომელიც იქნება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ასევე თეიმურაზ ფსუტური, რომელიც იქნება კომისიის წევრი. არის ფაქტიურად იქნება, არის. ფრაქცია გამოიყენებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც არის რეგლამენტით და წესდებით გაწერილი და აქტიურად იქნება ჩართული როგორც მოსახლეობის კუთხით მათი გააქტიურება ბიუჯეტის დაგეგმარებაში და ასევე ყველა სხვა იმ მიმართულებით, რომელიც არის წესდებით გაწერილი. ამას სამომავლოდ ვიხილავთ ყველა ერთად. თანაზღაურებადია ფრაქციის თავმჯდომარეობა. რა თქმა უნდა, კი ბატონო. კი ბატონო, ჯერ იმ წუთში ახლა განსაზღვრული, არ ვიცი ახალი ტარიფით როგორ არის, მაგრამ თანაზღაურებადია, რა თქმა უნდა, კი. რა თქმა უნდა, კი ბატონო.